Როგორ მიმდინარეობს დაზღვეულთა მომსახურება, ეს საკითხი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა სამედიცინო ცენტრ ჯანმრთელობაში შეამოწმეს. მაგდა ანიკაშვილი დაზღვეულებს და მედპერსონალს გაესაუბრა. მისი თქმით, კარგია, რომ სახელმწიფო მოქალაქეთა დიდი ნაწილი დააზღვია, მაგრამ აუცილებელია პოლისით მედიკამენტების ანაზღაურების ლიმიტიც გაიზარდოს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით მედიკამენტების ანაზღაურების ლიმიტი 4-ჯერ გაიზარდა და აჩვენებელი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ასაკით პენსიონერები, 5 წლის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებს. ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი სიახლეა, მაგრამ მხოლოდ დაზღვევად მის მიზანი არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ეს პოლისი იყოს ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ეს ადამიანები მოაგვარებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამ ადამიანთა უდიდესი ნაწილისთვის მთავარი ფინანსური პრობლემა ეს არის მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარჯი. ამიტომ აუცილებელია, რომ მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი გაიზარდოს. დღეს არსებული ლიმიტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევას. ამ პოლისის მეშვეობით მათ დაეფარებათ დასაკმაოდ ძვირადღირებული, გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები, ოპერაციები. რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, რომ მედიკამენტების პრობლემას ეს პოლისი მთლიანად არ ამოწურავს, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ შარშანდელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ლიმიტი მედიკამენტებისა, რა თქმა უნდა, ეს ზრდა კვლავ გაგრძელდება და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ის 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც თითოეული მოქალაქე სახელმწიფოსგან მიიღებს, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას მედიკამენტების შესაძლებლად.